დღეს ვისაუბროთ თემაზე, რომელზეც ქართული საზოგადოება მაინც ხშირად არ საუბრობს და ამაზე საუბარი არ უყვარს. არა იმიტომ, რომ არ იცის, არა იმიტომ, რომ არ იცნობს, არამედ იმიტომ, რომ ამ პრინციპში მანკიერებას საზოგადოების იმ ხალხი ნაწილი ჰქონდა კომუნისტური ოკუპაციის პერიოდში მოცული, რომ დღეს დებატში თუ ჩხუბში წამოსროლილი ბრალდებების მიღმა ამ თემაზე სერიოზული წყნარი და ანალიტიკური საუბარი დიდ ნაწილს ჯერ კიდევ დისკომფორტს უქმნის. იმიტომ რომ ეს თემა ბევრს პირადად ეხება, ბევრის ოჯახს, მეზობელს და მეგობარს. და ეს პირადი დისკომფორტი არის ის ფარი იდეაში, რომ უკანაც ეს სისტემა დღემდე ცოცხლობს და იმალება, მე თუ მკითხავ. 1991 წელს ვიცით, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, შესაბამისად საბჭოთა კგბ-ც გაუქმდა, საქართველომ ისევ როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ორჯერ შეიცვალა დროშა, ორჯერ შეიცვალა ჰიმნი, სახელმწიფო იდეოლოგია შეიცვალა, მაგრამ რამდენად შეიცვალა თვითონ საზოგადოება და საწავიდნენ ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, ყველაზე ორგანიზებულ, ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ სადამსჯელო სისტემას ემსახურებოდნენ. პასუხი სინამდვილეში არის მარტივი და სწორედ ამიტომ არის ის ასეთი უსიამოვნო. ამ ადამიანებმა ცხოვრება სრულიად ჩვეულებრივ რიტმსა და რეჟიმში განაგრძეს. ზოგიერთი მათგანი ახალ სისტემას შეერია, თავი იქ ისე დაიმკვიდრა, რომ სისტემა მათი განუყოფელი ნაწილი გახდა, რაღაცა ისინი გარედან შესული უცხო სხეული კი არიან, ან იყვნენ, არამედ ორგანული, შეზრდილი და როგორც გაირკვა, ამოუძირკვავი. ძველმა სისტემამ თავის მხრივ ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ არსებითად იმავე ლოგიკის ახალი ტრიგერი, ახალი მატარებელი შვა და აღზარდა. და დღეს ამ სისტემის კონკრეტულ რგოლებზე და ნარჩენებზე ვისაუბრებთ, რომლებიც 2003 წლის ჩათვლით და შემდეგ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს სახელმწიფო კონცეფციას რაღაცნაირად ხელახლა შეერწყა ახალი სახელებით, ახალი ტერმინოლოგიით, მაგრამ ძველი სახელმძღვანელოთი. ჩემდა გასაკვირად, ხშირად სხვადასხვა კონტექსტში, როგორც წესი, ქართული ოცნების ლოიალისტებისგან ან სტატუს კვო ლოიალისტებისგან მესმის კითხვა, როდესაც თქვა ქართული ოცნების პრორუსულობაზე, მათ რუსულ სახელმწიფოსთან მათ მსგავსებაზე, ვსაუბრობდა ანტიდასავლურობაზე. ეს კითხვა არგუმენტად მესმის ხოლმე, რომ რატო უნდა გრძნობდეს ივანიშვილი თავს უკეთ ამ სისტემაში, ვიდრე დასავლური ტიპის საზოგადოებაში. დასავლური ტიპის სახელმწიფო ივანიშვილისთვის და ზოგადად ამ რჟულის ოლიგარქიული მმართველებისთვის ზოგადად და ფუნდამენტურად ტრული გარემო. არა იდეოლოგიური მიზეზების გამო, იმიტომ რომ ივანიშვილს არ აქვს ჩამოყალიბებული იდეოლოგიური მრწამსი კლასიკური გაგებით, არამედ პრაქტიკული მიზეზების გამო. დასავლური სახელმწიფო ნიშნავს დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელიც კაპიტალის წარმომავლობას ამოწმებს, დამოუკიდებელ მედიას, რომელიც გამჭვირვალობას მოითხოვს, ანტიმონოპოლიურ რეგულაციას, რომელიც ბაზარზე ერთი ადამიანის ტოტალურ კონტროლს გამორიცხავს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც ხელისუფლების გამოწვევის ლეგიტიმური ინსტრუმენტები აქვს. ეს ყველაფერი ივანიშვილის მოდელთან სტრუქტურულად, შინაარსობრივად, კონცეპტუალურად შეუთავსებელი. კგბ-ს ტიპის სისტემა კიდევ პირიქით. ივანიშვილის მსგავსი, ამ ტიპის მმართველისთვის არის სრულიად ოპტიმალური გარემო. სასამართლო არის მისი ინსტრუმენტი და არა შემაკავებელი,
მედია მართვადი, სახელმწიფო სამსახურები ლოიალობის სტრუქტურა და არა საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისგებლობის მექანიზმი არ არსებობს. ივანიშვილი გამდიდრდა, გავლენა მოიპოვა, კავშირები ჩამოაყალიბა პოსტსაბჭოთა რუსეთის 90-იანი წლების სისტემაში. ვიღაცები ამ სისტემას ველურ კაპიტალიზმსაც უწოდებენ, ჩემი აზრით ეს არის შეცდომა. სინამდვილეში ის სისტემა კგბ-ს ოპერატიული ლოგიკით იმართებოდა. იქ წარმატება არ ნიშნავდა საბაზრო კონკურენციაში გამარჯვებას. წარმატება იყო სწორ ადამიანებთან სწორი კავშირები და ამ კავშირების გამოსაყენებლად სწორი დროის შერჩევა. ხო და ეს არის გარემო, რომელსაც ივანიშვილი იცნობს, რომელში ნავიგაციაც შეუძლია და ასეთ გარემოში არის ის კომფორტულად. დასავლური სახელმწიფო ამ ნავიგაციის წესებს ანგრევს. ხო და რო დაუბრუნდეთ ჩვენ ძირითად თემას, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე და როგორ გახდა ჩემი გადმოსახედიდან კგბ-ს ოპერატიული ლოგიკა 2026 წლის ქართული პოლიტიკის ნაწილი. მათ შორის კადრებით, ადამიანებით და კულტურული მემკვიდრეობით. და ეხლა ახსნე. 91 წელს, როცა კგბ ოფიციალურად გაუქმდა, ორი პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა. პირველი იყო დოკუმენტების განადგურება, ანუ მტკიცებულებების განადგურება. ჩვენ ვიცით, რომ ბალტიის ქვეყნებში, სადაც ეს ისტორიკოსების მიერ შემდეგ ყველაზე კარგად არის აღწერილი, შერჩევითი იყო და ყველაზე კომპრომიტირებული მასალა პირველ რიგში ნადგურდებოდა. ანუ საქართველოში ეს პროცესი ნაკლებად გამჭვირვალედ მოხდა, არავინ არ იცის რა მოუვიდა სინამდვილეში კგბ-ს არქივებს, მაგრამ ლოგიკა სავარაუდოდ იგივეა. გაქრა ფაილები, გაქრა სახელები და გაქრა მტკიცებულებებიც. მაგრამ არ გამქრალან თვითონ ადამიანები, ხო? მეორე პროცესი ამის პარალელურად მიმდინარეობდა, თქო, ამაზე ვთქვი, ანუ კგბ-ს კადრების გადარჩენა იყო. კგბ-ს ოფიცრები ახლად შექმნილ ქართულ სახელმწიფო სტრუქტურაში პირდაპირ გადაპორტირდნენ. ანუ შსს-ში, პროკურატურაში, სახელმწიფო უსაფრთხოებაში, ზოგი ბიზნესში გადაბარგდა, ზოგი პოლიტიკაში. ეს არ იყო რაღაცა ახალ სახელმწიფოში ხელახალი ინფილტრაცია. ეს იყო ძველი სახელმწიფოს ადამიანური ინფრასტრუქტურის გადატანა ახალ გარსში. არ იყო საჭირო ახალი მოქმედებები და გეგმა, გადარჩენაც საკმარისი იყო. კგბ-ს კადრების ქართულ პოლიტიკაში ყველაზე ცნობილი ილუსტრაცია ცხადია იგორ გიორგაძეა, ანუ გენერალი, საბჭოთა სისტემის პირდაპირი პროდუქტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რაღაც 2 წლის შემდეგ 1993 წელს დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების მინისტრი გახდა და სამწუხაროდ ეს სულაც არ იყო ანომალია პოლიტიკური ელიტის ფორმირების პროცესში, ქართული პოლიტიკური ელიტის ფორმირების პროცესში, განსაკუთრებით იმ ეტაპზე. ეს იყო პატერნი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გამეორდა. შეიცვალა ინსტიტუციების სახელები, სტრუქტურები, კადრები იგივე დარჩა. 1995 წლის 29 აგვისტოს კონსტიტუციის მიღების დღეს ბევრმა იცის ალბათ, რომ თბილისის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. ტერაქტი იყო ედვარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული, შევარდნაძე გადარჩა და მთავარი ეჭვმიტანილი იგორ გიორგაძე გაიქცა მოსკოვში. ეს მოსკოვში გაქცევა, სწორედ ამიტომ არის ნიშანდობლივი, რომ მოსკოვი იყო გიორგაძის სახლი. არა ეთნიკური, არამედ ინსტიტუციური გაგებით. ანუ იქ იყო გარანტიები, იქ იყო სისტემა, რომელიც თავის კადრებს იცავს. გიორგაძე დღემდე რუსეთში ცხოვრობს, ის ინტერპოლის წითელ ცირკულარშია, მისი ექსტრადიცია არასდროს მომხდარა და
სავარაუდოდ არც მოხდება. ხო და გიორგაძე ცხადია მარტო არ ყოფილა. გიორგაძის გარდა უამრავი ადამიანი იყო, რომელიც ამ სისტემაში იყო ასე თუ იმგვარად ჩართული. ხო და აი ამ კადრების გადარჩენა ხო ესე უბრალოდ ვაკუუმში არ ხდება. აი წინა ოპრესიულ დამნაშავე ტოტალიტარულ სისტემას სხვა ადამიანური რესურსიც ხომ ყავს? ანუ ორი საპირისპირო სისტემიდან ასე უმტკივნეულოდ როცა გადადის პოლიტიკაზე გავლენის მქონე ჯგუფი ერთიდან მეორეში, ეს ამბავი ნუყიერ საზოგადოებრივ ნიადაგს საჭიროებს აუცილებლად. და სამწუხაროდ ეს ნიადაგი ქართულ საზოგადოებაში მომზადებული იყო. როგორც არ უნდა დისკომფორტს გვიქმნდეს და არ მოგწონდეს ეს ამბავი, კგბ-სთან თანამშრომლობა საბჭოთა საქართველოში სოციალური გამონაკლისი არ ყოფილა. სოციალური ნორმა იყო. აი რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? ინფორმატორი აუცილებლად ცუდი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. ეს ხშირად იყო ადამიანი, რომელსაც ჭირდებოდა ბინა, სამუშაო ადგილი, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა, შვილის უნივერსიტეტში მოწყობა და ასე შემდეგ. ანუ სისტემა ადამიანების ყველაზე ბუნებრივ და აუცილებელ საჭიროებებზე მუშაობდა და ადამიანებიც ადაპტირდებოდნენ. შედეგი კიდე ის იყო, რასაც სოციოლოგიაში ნორმალიზებული თანამშრომლობა ქვია. არა კლასიკური გაგებით იძულება, არამედ სისტემა, სადაც თანამშრომლობა გონივრული არჩევანი ხდება და სადაც არ თანამშრომლობა კარიერის დაკარგვას, ბინის დაკარგვას, შვილის მომავლის დაკარგვას, მოკლედ ყველანაირი პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს. და როგორ გონიათ ეს ნორმა 91 წლის შემდეგ სადმე გაქრა? არა. ის სხვა ფორმით, სხვა სტრუქტურებში, მაგრამ იმავე ლოგიკით გაგრძელდა. ანუ გაჩუმება, ზედმეტი კითხვების არ დასმა, სწორ ადამიანებთან სწორი ურთიერთობა, ეს კულტურული მემკვიდრეობა და ქცევის ნორმა არის კგბ-ს ყველაზე გამძლე ნარჩენი ქართულ საზოგადოებაში. განსახორციელეს კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ 2003 წლებში, ანუ შევარდნაძის მმართველობისას, კგბ-ს კადრები სახელმწიფო სტრუქტურებში პირდაპირ ინტეგრირდნენ და ესეც ნორმა იყო. ასე ხდებოდა ყველგან და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. 2003-დან 12 წლამდე ამ მხრივ სერიოზული შეფერხება იყო. ვარდების რევოლუციამ ნამდვილი ღრმა და ფუნდამენტური ინსტიტუციური ცვლილებები მოიტანა და ამიტომაც ებრძვის ასე სასტიკად ამ მეხსიერებას დღევანდელი მმართველი. და 2012 წლიდან დღემდე ქართულმა ოცნებამ ნელ-ნელა სისტემატიურად ერთი მეორეს მიყოლებით სასამართლო, მედია, სამოქალაქო სივრცე ჩაითრია და ზუსტად იქ დააბრუნა რა წერტილშიც კგბ-ს პატერნები და გავლენა შეწყდა 2003 წლის სტატუს ქვოში. ეს პროცესი ჩემს ერთ-ერთ წყაროს, რომელსაც დღევანდელ ეპიზოდში დავეყრდნობი, პირდაპირ აქვს აღწერილი და მას იდეოლოგიური სუბვერსიის ერთ-ერთი ეტაპი ნორმალიზაცია ქვია. ეს ეტაპი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რასაც ქვემოთ ვისაუბრებთ, აი დღევანდელ მესიჯებთან. ხო და მესეჯ ბოქსიც არ მუშაობს ვაკუუმში. ის მუშაობს ინსტიტუციურ გარემოში, რომელიც წლების განმავლობაში უნდა მოამზადო. ახლა სანამ უშუალოდ ამ ქართული სამთავრობო პროპაგანდის მესეჯებზე გადავალ, კგბ-ს, ანუ მსოფლიოს ყველაზე ეფექტური დეზინფორმაციის მანქანის კონტექსტი და მასშტაბი უნდა მიმოვიხილო, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი, რომ ყველა მიცოდეს რა არის ეს, შეიძლება ახალგაზრდებიც გვიყურებდნენ და მათთვის ეს რაღაცა სიახლე იყოს. კგბ იყო ისტორიაში, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ეფექტური, ყველაზე სისტემური და ყველაზე სრულყოფილი დეზინფორმაციის შემქმნელი მანქანა.
ეს არ არის ჰიპერბოლა, ეს არის ისტორიული შეფასება, რომელსაც ასევე დოკუმენტური საფუძველი აქვს. აი ის რაცაც KGB აქტიურ ღონისძიებებს, აქტივნე мероприятиას, ანუ active measures, თქვენთვის ვამბობ, უწოდებდა, იყო ზუსტად ყალბი ნარატივების შექმნა, გავრცელება და ლეგიტიმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბში. ეს არ იყო პროპაგანდა კლასიკური გაგებით, ანუ რეკლამა, პოპულარიზაცია და მტკიცება, რომ ჩვენი სისტემა კარგია. ეს იყო გაცილებით რთული და გაცილებით საშიში ოპერაცია. ანუ მტრის საზოგადოებაში ინფილტრაცია, მტრის ცნობიერებაში პენეტრაცია, მტრის ენაზე ლაპარაკი, მტრის ღირებულებების გამოყენება, მტრისავე წინააღმდეგ. ამ ეპიზოდშიც ჩემს სამ ფავორიტ წყაროს ვეყრდნობი, ესენია ვასილი მიტროხინი, KGB-ს არქივის უფროსი ოფიცერი, რომელმაც 10 წლების განმავლობაში ხელით გადაწერა ათასობით საიდუმლო დოკუმენტი. 1992 წელს გაიქცა დასავლეთში და ეს მასალა ბრიტანულ სპეცსამსახურებს გადასცა. მისი ბრიტანელ ისტორიკოსთან კრისტოფერ ენდრიუსთან ერთად დამუშავებული არქივი, ანუ მიტროხინის არქივი, დღეს ყველაზე სანდო დოკუმენტური ბაზაა საბჭოთა სადაზვერვო ოპერაციების შესახებ მსოფლიოში აღიარებული. მეორე ეს არის იური ბეზმენოვი, KGB-ს ყოფილი ოფიცერი, რომელმაც ასევე 1970 წელს შეაფარა დასავლეთს თავი. მისი იდეოლოგიური სუბვერსიის ანალიზი, რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდი, ეს არის სისტემის შიდა აღწერა. ამ სისტემისვე ერთ-ერთი თანაავტორის მიერ ბეზმენოვი თვითონ მუშაობდა ამ პროექტზე და იონ მიხაი პაჩეპა, რუმინეთის დაზვერვის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი, მისი წიგნი დეზინფორმაცია, ანუ disinformation, ყველაზე სრულყოფილი ინსაიდერული დოკუმენტაცია იმის, თუ როგორ ქმნიდა საბჭოთა სისტემა ყალბ ნარატივებს და ავრცელებდა მათ მთელ მსოფლიოში. აი რა არის KGB-ს ანგარიშზე. პირველი და ყველაზე მასშტაბური ანტისემიტიზმის გლობალური გაღვივება. პაჩეპა და მიტროხინი ამ პროექტებს პირდაპირ დოკუმენტებით ადასტურებენ და ამაზე ვრცელ ნაშრომს ვამზადებ მე, მათ შორის იქნება დოკუმენტური ფილმები, სამეცნიერო ნაშრომი, წიგნი და ასე შემდეგ. მოკლედ KGB-მ 60-იან და 70-იან წლებში განაახლა სიონის უხუცეს და უქმები, ცნობილი ფალსიფიკაცია. მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის ოხრანკის მიერ გაყალბებული დოკუმენტი, რომელიც ებრაელების საიდუმლო მსოფლიო მთავრობის შეთქმულებას ბრჭყალებში ააშკარავებდა. KGB-მ ეს ნარატივი გადაამუშავა, თარგმნა, გაავრცელა არაბულ სამყაროში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და ამ პროექტის მიზანი ისრაელის და ამერიკის დისკრედიტაცია და ანტიდასავლური კოალიციის შექმნა იყო. პაჩეპა თავის წიგნში პირდაპირ წერს, რომ KGB-ს ოპერაცია SIG, სიონისტские государства, სპეციალურად შეიქმნა ანტისემიტური ნარატივების გლობალური გავრცელებისთვის. ეს არ იყო რაღაცა სპონტანური ხალხის განწყობა, რაღაცა ემოციური რეაქცია რამეზე, ეს იყო სისტემური ოპერაცია. და ის მოიცავდა როგორც კონკრეტული ქვეყნების ხალხების და საზოგადოებების ანტისემიტურად განწყობას და ისრაელისადმი ზიზღის გაღვივებას, ასევე გაეროდან დაწყებული სხვა სამშვიდობო ორგანიზაციებში საბჭოთა კავშირის გავლენებს და ანტიგავლენებზე და ანტიისრაელურ განწყობებზე მასშტაბურ სამუშაოს.
რატო ვახსენებ ამას ქართულ პოდკასტში? იმიტომ რომ ეს ოპერაცია დღესაც ცოცხალი და მოქმედია, ის ნარატივები, რომლებიც კგბ-მ 60-იან წლებში შექმნა, ებრაული ლობი, სიონისტური კონტროლი, გლობალური ებრაული ინტერესები, დღეს სოციალურ ქსელებში ყველაზე გავრცელებული კონსპიროლოგიური ნარატივებია. სინამდვილეში ყველა მესიჯი, ყველა ტერმინი, ყველა ფრაზა, რომელიც ყველა ენაზე გესმით, ყველაზე ხშირად კგბ-ს ლაბორატორიაში გამოყვანილი ვირუსია. მეორე, რაც მათ ანგარიშზე არის და ჩვენთან დროის თვალსაზრისით ახლოა, ნაცისტური უკრაინის ნარატივი. 2022 წლამდე, კარგახნით ადრე, დაახლოებით 2014 წლიდან რუსული დეზინფორმაციის სისტემა ავრცელებდა ნარატივს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არიან ნაცისტები, რომ მაიდანი დასავლეთის გადატრიალებაა და უკრაინელი ხალხი რუსეთისგან საჭიროებს დაცვას და პროტექციას. ეს ნარატივი მიტროხინის მასალებში უშუალოდ არის აღწერილი და როგორც უკვე გითხარით, მიტროხინი 92 წელს წავიდა და დაიწყო თავის მასალების ანალიზი და მის წიგნზე მუშაობა. და ამას ქვია მსხვერპლის ლეგიტიმაციის კლასიკური ტექნიკა. ანუ აგრესიის დაწყებამდე მსხვერპლის დამნაშავედ გამოცხადება. მესამე, მაგალითად, ომი CIA-მ დაიწყო. ბეზმენოვი 1984 წელს თავის ინტერვიუში პირდაპირ აღწერს ამ ტექნიკას. ყოველი კონფლიქტი, სადაც საბჭოთა ინტერესები ჩართული იყო, ამერიკის პროვოკაციად საღდებოდა. ანუ ავღანეთი CIA-ს პროვოკაცია იყო, ანგოლა CIA-ს პროვოკაცია, კორეა CIA-ს პროვოკაცია და ასე შემდეგ. ანუ ეს ნარატივი 40 წლის შემდეგ ამჯერად გლობალური ომის პარტიის სახელწოდებით ქართული პარლამენტიდან გვესმის. ეს არის მასშტაბი და ეს არის კონტექსტი. ქართული პროპაგანდის სისტემა გარედანაც კი კომპლექსურად გამოიყურება, იმედი, პოსტივი, რუსთავი 2, ათასობით Facebook გვერდი, ათასობით სოციალური პროფილი, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, თითქოს დამოუკიდებლად. ეხლა გასაგებია, რომ საპროტესტო ნაწილ საზოგადოებისას ეს კარგად ესმის და ისინი ამ კამპანიას ერთ კონტექსტში აღიქვამენ, მაგრამ შეცდომაში შევალთ, თუ ვიფიქრებთ, რომ აი სტატუს კვო ლოიალისტებით დაწყებული, მათი მომხრეებით დამთავრებული, აი ამ ხალხისთვისაც ყველაფერი ესე ნათელი და ცხადია, ეს ასე არ არის. მოკლედ, ეს სოციალური პროფილები და ჩამოთვლილი მედია საშუალებები ყველა ამბობს ერთსა და იმავეს. აი შალვა რამიშვილი თავის პოსტივიში, ხო? სხვა აზრის გიგანტები, შათირიშვილი, რაღაც ვარცლიდან მოღაღადე ვაკელი კომბოსტო, მდინარაძე, კობახიძე, პაპუაშვილი, ვოლსკი, სხვადასხვა პლატფორმიდან ერთი და იგივე მესიჯით. ანუ ეს რაოდენობა და სხვა პლატფორმები ქმნის მასშტაბის ილუზიას და ეს ილუზია ცხადია, შეგნებულად არის შექმნილი. მიტროხინის არქივში აღწერილია ეს შემადგენელი და კგბ ამას მრავალარხიან გაძლიერებას უწოდებდა. ანუ ერთი მესიჯი ბევრი თითქოს და დამოუკიდებელი წყაროდან. შედეგი, ანუ ადამიანი, რომელიც ამ მესიჯს ყველგან ხედავს რა საინფორმაციო საშუალებას წყაროც არ უნდა გამოიყენოს, მე ვეღარ ეწინააღმდეგება მას. ანუ ინდივიდი
ამ მესიჯების ნიაღვართან მარტო რჩება და ამ მრავალი არხიდან წამოსულ ერთ ნარატივს იჯერებს. აი ნახოთ თვითონ უშუალოდ პირველი მესიჯი რა არის, ხო? Deep State. ყველაზე ხშირად და სისტემატიურად მას თუ არ ვცდები ჩემი მონაცემებით, ჩავა პაპუაშვილი იყენებს, ანუ ის არის პოლიტიკური გამავრცელებელი, ესეც ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან შემადგენელია, იმედი პოსტივი, რუსთავი და მედია გამაძლიერებელი და Facebook ქსელი მასობრივი გამავრცელებელი. შინაარსი ესეთია, არსებობს უხილავი, მიუწვდომელი ძალა, Deep State, რომელიც მართავს დასავლეთს, კარნახობს NGO-ებს, თავის სამოქმედო პოლიტიკას, აფინანსებს ოპოზიციას და საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება. საიდან მოდის ეს? პაჩეპას დეზინფორმაციაში, disinformation-ში პირდაპირ არის აღწერილი ამ ნარატივის გენეალოგია, როგორც უკვე ვახსენე, მე-19 საუკუნის ბოლოს ოხრანკამ, ანუ რუსეთის იმპერატორის უსაფრთხოების საიდუმლო უსაფრთხოების სამსახურმა შექმნა საიდუმლო მსოფლიო მთავრობის კონცეფცია. KGB-მ ეს კონცეფცია განაახლა და CIA-ის სიონიზმის გლობალური ელიტის ლეიბლებით გადაამუშავა. Deep State ამ ნარატივის თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქისთვის ადაპტირებული ვერსია. რა არის ოპერატიული ფუნქცია? ხო? აი თუ Deep State არსებობს, ყველა ლეგიტიმური ინსტიტუტი დისკრედიტებულია. ევროკავშირი Deep State, ამერიკის საელჩო Deep State, ქართული NGO-ები Deep State-ის აგენტები, სამოქალაქო საზოგადოება Deep State-ის ან მისი აგენტების დაფინანსებული. თუ ყველა კონკურენტი და ინსტიტუტი დისკრედიტებულია, ვინ რჩება ლეგიტიმურად ეროვნული ინტერესების დამცველი? ქართული ოცნება. KGB-ს სახელმძღვანელო ტერმინოლოგიით ამ ტექნიკას ნეგატიური ლეგიტიმაცია ეწოდება. ანუ საკუთარი პოზიციის გამყარება კონკურენტების განადგურებით და არა საკუთარი არგუმენტებით. ხა მეორე მესიჯი გლობალური ომის პარტია. ყველაზე ხშირად ამ ტერმინს იყენებდა ირაკლი კობახიძე. ის იყო მთავარი პოლიტიკური გამავრცელებელი, შემდეგ საქმეში ერთვება მთელი სისტემა, რომელსაც ზემოთ ვისაუბრეთ, ნარატივი, ესე იგი არსებობს გლობალური ძალა, რომელიც მსოფლიოში ომებს აჩაღებს. ეს ძალა საქართველოსაც ომში ჩაითრევს, თუ ევროინტეგრაციის გზას ავირჩევთ და საიდან მოდის ეს გლობალური ომის პარტია? ბეზმენოვი 1984 წელს ამ ტექნიკას მილიტარისტული დასავლეთის ნარატივის სახელით გვაცნობს. ანუ ცივი ომის პერიოდში KGB-მ დასავლეთ ევროპაში ათობით მშვიდობის მოძრაობა შექმნა და დააფინანსა და ყველა მათგანი ოპერირებდა ერთი მესიჯით: ნატო აგრესორია, ამერიკა ომის გაჩაღებას ცდილობს, ბირთვული განიარაღება აუცილებელია. მიტროხინის არქივი ამ ოპერაციებს სახელებით და თარიღებით აღწერს. ანუ ბეზმენოვი გვიყვება ამაზე, მიტროხინი ამას ადასტურებს 90-იან წლებში უკვე. გლობალური ომის პარტია ამ ნარატივის 2020-იანი წლების ქართული ვერსია ზუსტად. სიტყვა სიტყვით იგივე სტრუქტურა, იგივე ლოგიკა, განახლებულია მხოლოდ ლექსიკა. რა არის ოპერატიული ფუნქცია, ხო? ანუ ომის შიში ყველაზე ძლიერი და ამავდროულად პოლიტიკური ემოცია. განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა. თუ ადამიანი დაეჭდა, ან მით უმეტეს დარწმუნდა, რომ ევროინტეგრაცია ომში ჩათრევას ნიშნავს, ცხადია ის ამას აღარ მოისურვებს. ბეზმენოვი ამას
მეტოქის სიძლიერის მისავე წინააღმდეგ გამოყენებას უწოდებს. ანუ ადამიანის ყველაზე ბუნებრივი სურვილი, მშვიდობა მისი საუკეთესო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენება. ხა ვნახოთ მესამე მესიჯი, ევროკავშირი უდრის საბჭოთა კავშირს, ანუ ერთი და იგივეაო, ქართული ოცნების სპიკერები როგორც გვეუბნებიან, ყველაზე ხშირად ჩემი დათვლით და შეიძლება ვწდები, არ ვიცი, ამას ახმოვანებს ვოლსკი და დინარაძე, ანუ ესენი იყვნენ აქამდე პოლიტიკური სპიკერები, შემდეგ იმედი, პოსტივი, რუსთავი და ასე შემდეგ პოლიტიკური გამაძლიერებლები, Facebook, ქსელი, მასობრივი გამავრცელებელი. ეხლა საიდან მოდის ეს მესიჯი? ბესმენოვის დემორალიზაციის მოდელში ცენტრალური ელემენტი არის ალტერნატივის შეუძლებლად და მიუღებლად წარმოჩენა. ანუ თუ ადამიანი დარწმუნდა, რომ ყველა გამოსავალი ერთნაირად ცუდია, ის გადადის პასიურ რეჟიმში, არ იბრძვის და ნებდება, ადაპტირდება. ამ დროს ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი სტრუქტურულად, შინაარსობრივად არათუ განსხვავებულია, ერთმანეთის საპირისპიროა. საბჭოთა კავშირში წევრობა იძულებითი იყო, ევროკავშირში წევრობა ნებაყოფლობითია და მეტიც გარკვეული სტანდარტების და მოთხოვნების დაცვა და შესრულება საჭირო ამ წევრობის მისაღებად. საბჭოთა კავშირში ერთი პარტია, ერთი იდეოლოგია, ერთი მმართველი დომინირებდა, სხვა ყველაფერი აკრძალული, დევნილი, განადგურებული და რა ვიცი, ლიკვიდირებული იყო. ევროკავშირი 27 სახელმწიფოა ევროკავშირში, არეათობით პარტია, პლურალიზმი. საბჭოთა კავშირიდან გასვლა შეუძლებელი იყო. ევროკავშირში სულ რამდენიმე წლის წინ იყო ბრექსიტი, ხო? რა თქმა უნდა, ეს შედარება ფაქტობრივად მთლიანად მცდარია. მაგრამ ემოციურად მაინც მუშაობს, იმიტომ რომ ის ტრავმის ენაზე ლაპარაკობს. საბჭოთა კავშირი ქართველებისთვის არ არის აბსტრაქცია, შორეული წარსული და რაღაცა ისტორიული ფაქტი. ეს არის ოკუპაცია, რეპრესიები, 9 აპრილი, რა ვიცი, 14 აპრილი და ასე შემდეგ. ეს ტრავმა რეალურია. არსებობს ხალხი, რომელიც ცოცხალია და კიდევ დიდხანს იქნება ცოცხალი, ვინც მოესწრო საბჭოთა კავშირს, ხო? და ეს ნარატივი ზუსტად ამ ტრავმას იყენებს ალტერნატივის დისკრედიტაციისთვის. ხარ არის ოპერატიული ფუნქცია. ოპერატიული ფუნქცია არის ის, რომ გამოსავალი არ არსებობს. ცუდი იყო საბჭოთა კავშირი, აქაც ცუდი იქნება. ანუ პასიური და დანებებული ადამიანი მანიპულატორული სისტემისთვის არის იდეალური ადამიანი. ხა მეოთხე მესიჯი, ტრადიციული ღირებულებები საფრთხეშია, ხო? ეს ყველაზე კოორდინირებული მესიჯია და მას ყველა აქამდე ჩამოთვლილი ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მანქანაში ჩართული ყველა რგოლი წამდაუწვევ ატრიალებს, საიდან მოდის და რატომ არის ეს ნარატივი განსაკუთრებულად რთულად გასაშიფრი, იმიტომ რომ მასში სიმართლის მარცვალია და ქართული ოცნება აქ განსაკუთრებით ცბიერი, ვერაგი და ცრუა. ბესმენოვი მორალური სუბვერსიის ტაქტიკაზე როცა საუბრობს, ამბობს, რომ კგბ-ს ერთ-ერთი მთავარი გრძელვადიანი მიზანი იყო დასავლეთის საზოგადოებაში ტრადიციული ღირებულებების შესუსტება. ანუ ოჯახის ინსტიტუტის, რელიგიის, ეროვნული იდენტობის, პატრიოტიზმის, აი ამ ღირებულებების ნეიტრალიზაცია. და ეს იყო დასავლეთის შიგნიდან დასუსტების სტრატეგია. და ეს ნამდვილად მუშაობდა დასავლეთის მემარცხენე აკადემიურ და კულტურულ წრეებში. კგბ-ს გავლენა არის დადასტურებული, მათ შორის მიტროხინის არქივშიც, პაჩეპას წიგნშიც და ასე შემდეგ. ანუ ტრადიციულ ღირებულებებზე თავდასხმა სადღაც რომელიღაც სივრცეში რეალურიც არის და არ არის გამოგონილი საფრთხე კონკრეტული ჯგუფისთვის. ანუ
დასავლეთის გარკვეული კულტურული და პოლიტიკური ნაწილი მართლაც ამ ღირებულებების წინააღმდეგია, რომლებიც ქართველებისთვის და შეიძლება სხვა ხალხისთვისაც ფუნდამენტურია. და ეს თავის მხრივ კგბ-ს გრძელვადიანი ოპერაციის შედეგია. აი აქ არის სიმართლე. მაგრამ ჩვენ კონტექსტში ეს აბსოლუტურად ირელევანტურია. ჩვენ ვერ დავაყენებთ ჩვენს თავს ბრიტანეთის ან რომელიმე სხვა, თუნდაც ამერიკის, უბრალოდ მით უმეტეს ამერიკის გამოწვევების ადგილას, ჩვენთან არ არის იგივე გამოწვევა, მაგრამ ეს არის მესიჯი, სადაც ქართული ოცნება მანიპულირებს. ანუ ბრიტანეთში ეს ამ საფრთხის რომელიმე ჯგუფისთვის ამ საფრთხის არსებობა არ ნიშნავს, რომ ყველა ვინც ამ საფრთხეზე საუბრობს, ყველა გულწრფელია. ქართულმა ოცნებამ უბრალოდ ეს ენა გამოიყენა სათავისოდ და რა თქმა უნდა არა იმიტომ, რომ მართლა ამ ღირებულებებს იცავს. მარტო იმიტომ, რომ ეს ენა, ეს სიტყვები, ეს ფრაზები მუშაობს და ის ემოციურად რეზონანსულია. ანუ ის ქართულ კონტექსტში განსაკუთრებით ნაყოფიერ ნიადაგს პოულობს. ანუ ეს ეკლესია, ეროვნული იდენტობა, ქართველების უმეტესობის აზრით ეს მათთვის ლეგიტიმური ფასეულობებია. ანუ ეს სქემაც ესეთია, თქვათ, აი რაღაც სადღაც სხვაგან რეალური კულტურული საფრთხე, ამას პლუს პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და ვიღებთ განსაკუთრებით ეფექტურ მანიპულაციას. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად კონსერვატორია და მართლაც რაღაცნაირად ფიქრობს, რომ იცავს თავის ღირებულებებს, ვერ ხედავს სად მთავრდება, უბრალოდ სად იწყება ლეგიტიმური საფრთხე და სად არის პოლიტიკური მანიპულაცია. ну, ეკლესია თავისთავად ცხადია გამოიყენება პოლიტიკური ნარატივების ლეგიტიმაციისთვის და აი ეს ფრაზა, რომელიც უმეტესობისთვის, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, ხო? აი ღმერთი და სამშობლო, ეს ფრაზაც ნამდვილია. როცა ამ ფრაზას ქართული ოცნება იყენებს, კითხვა ბუნებრივად ყუნდა დავსვათ ვისი ღმერთი, ანუ ათეისტი, ოკულტიზმით გატაცებული ივანიშვილის, ან ვისი სამშობლო ადამიანის, რომელსაც არც ერთი ინსტიტუტის და ზოგადად სახელმწიფოს პატივისცემის ნატამალიც არ აქვს, ან ვინ დგას სამშობლოს სადარაჯოზე ხალხი, ვის ქვეყანას მომავალი წაართვა და რუსეთის უკანასკნელში მიუჩინა ადგილი. რა არის ოპერატიული ფუნქცია ხა ამ მესიჯის, ხო? ეს ნარატივი თავისთავად ორ სამიზნეზე მუშაობს, ესე იგი პირველი აი ის მეტნაკლებად კონსერვატორი ადამიანია, რომელსაც დასავლური იდეოლოგიური და პოლიტიკური ბატალიები რაღაც შიშებს აღუძრავს და რადიკალური მემარცხენე ძალების ფობია აქვს. შესაბამისად, ქართული ოცნება ამ ღირებულებების დამცველად ეჩვენება და მეორე ამ ღირებულებების ნებისმიერი კრიტიკოსი. აი მათ შორის უმცირესობების უფლებების დამცველი, რომელიც ავტომატურად მტრად იქცევა, როგორც კი ნებისმიერ სახის კრიტიკას გაბედავს, ხო? ანუ ღირებულებების მტრები, ეკლესიის მტრები, ეროვნულობის მტრები და ასე შემდეგ. ანუ შეშინებული ამომრჩეველიც მანიპულატორი მმართველისთვის იდეალური ამომრჩეველია, ხო? როცა ადამიანს ეუბნებიან, რომ აი შენი ღირებულებები საფრთხეშია და აი რა ხდება ევროპაში და აი რა ხდება ამერიკაში, ქონებას ამ ადამიანს უბინდავს შიში. შიში თავისთავად ანალიტიკური აზროვნების მტერია. ეხლა მეხუთე მესიჯი ომი უნდათ. და მთავარია მშვიდობა, ეს ორი მესიჯი, ერთი მედლის ორი მხარეა, ცალ-ცალკე ამბობენ ხოლმე, მაგრამ ერთი ლოგიკით მუშაობს და წყვილშიც ხმარობენ. ანუ ყობახიძე ამ მესიჯს გლობალური ომის პარტიასთან კომბინაციაში ხმარობს
და შემდეგ ისევ როგორც აქამდე ერთვება იმედი, პოსტი, ვირუსთავი, Facebook, ქსელი და მოლაპარაკე პირები. ანუ ომი უნდა ოპოზიციას, NGO-ებს, დასავლეთს, ყველას, ვინც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს. ისინი არ ზრუნავენ საქართველოსზე, ისინი ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ და ასე შემდეგ. აი, მთავარია მშვიდობა კიდე ქართული ოცნების პოზიტიური ნარატივია. ანუ ჩვენ მშვიდობას ვიცავთ, ჩვენ ომს ვირიდებთ, ჩვენ საქართველოს ვიცავთ. საიდან მოდის ეს? ეს ტექნიკა მიტროხინის არქივში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღწერილი ოპერაცია და მას საბჭოთა მშვიდობის პროპაგანდა, ფის პროპაგანდა ქვია. ცივი ომის პერიოდში კგბ-ს ეს ფის პროპაგანდა კგბ-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანია იყო. გემახსოვრებათ ალბათ ჩემი ასაკის ოდნავ უფროს ადამიანებსაც, სამანტას მიტები და კაწელიჩოვები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ლოგიკა ამ კამპანიისაც ძალიან მარტივი იყო, ჩვენ მშვიდობას ვიცავთ, ისინი ომის დაწყებას ცდილობენ და ეს ორი მესიჯი წყვილში იდეალურად მუშაობდა. როგორც ზემოთაც თქვი, მიტროხინის დოკუმენტებიდან ვიცით, რომ კგბ-მა ეს ათობით მშვიდობის ორგანიზაცია დააფინანსა, მანამდე ნატოს კონტექსტში ვახსენე ის და რა ვიცი, დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში ყველა ჭყალებში დამოუკიდებელი სამოქალაქო ინიციატივა იყო, ოღონდ რაღაცნაირად ერთი მესიჯით. ანუ ოპერატიული ფუნქცია იყო კი არა, ჩვენ შემთხვევაში არის აი 2008 წლის ომის გამოცდილების მქონე საზოგადოებაში ამ რეალური ომის ტრავმის და შიშით მანიპულაცია. ხო და აქაც რაღაცა კრიტიკული განსხვავებაა, რომელიც წესით უნდა ვიცოდეთ და უნდა გავითვალისწინოთ, ხო? მშვიდობა როგორც ღირებულება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარია და რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია. ყველა ნორმალური და ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს უნდა მშვიდობა. მშვიდობა როგორც კაპიტულაცია, სულ სხვა რამეა. როცა მშვიდობა ნიშნავს, რომ ოკუპანტს ნუ ეწინააღმდეგები, ან ნუ ებრძვი, ნუ ითხოვ სუვერენიტეტს, ნუ გაუწევ წინააღმდეგობას. ხო, მშვიდობა არ არის დანებება, ხო? აი კგბ-ს მშვიდობის პროპაგანდა ზუსტად ამ განსხვავების გაბლარვაზე და დაბინდვაზე მუშაობდა. ქართული ოცნების მთავარია მშვიდობა, ზუსტად კგბ-ს მშვიდობაა. უკეთ დასკვნის სახით რო ვთქვა, ეს მესიჯები, Deep State, გლობალური ომის პარტია, ევროპა უდრის საბჭოთა კავშირს, ტრადიციული ღირებულებები, ომი უნდათ და მთავარია მშვიდობა, არ არის სიამდვილეში შეხედულებების სხვაობა, რაღაცა პოლიტიკურ გემოვნებებში განსხვავება. ეს კგბ-ს სახელმწიფოდან აღებული ქართულ კონტექსტზე ადაპტირებული, კოორდინირებული ოპერაცია. ეს სქემა შეგვიძლია სამი კრიტერიუმით გავშიფროთ მაგალითად, ხო? აი პირველი არის კოორდინაცია, ყველა მესიჯი ერთდროულად ჩანს და ისმის ტელევიზიაში, სოციალურ ქსელებში, პარლამენტში. კოორდინაციის გარეშე ესეთი სინქრონიზაცია უბრალოდ შეუძლებელია. მეორე, პასუხის არარსებობა, ანუ პროპაგანდა კითხვებს არასდროს პასუხობს, ის კითხვებს ანეიტრალებს. აი Deep State-ით ხსნის პრინციპში ყველაფერს, ანუ ყველაფერზე პასუხობს ეს Deep State-ია და სინამდვილეში არაფერს, ხო? რაღაცა გლობალური ომის პარტიის საფრთხეს გვამცნობს, მაგრამ გამოსავალს არ გვთავაზობს და არ გვეუბნება, ვინ არის ამ პარტიის სათავეში, ხო? და მესამე ის, რომ თვითონ კგბ-ს აი სახელმძღვანელოსთან და გითხარი წყაროები, საიდან ვიღებ ამ ინფორმაციას, სრული თითქმის 100%-იანი სტრუქტურული დამთხევა, ხო? თითეული მესიჯი დადასტურებულად შეესაბამება აქტიური ღონისძიებების
კლასიკურ ტექნიკებს და ეს არ არის შემთხვევითობა. ყოველ ჯერზე, როცა გაიგონებთ, რომ ეს დასავლეთის პროპაგანდა, NGO-ების ნარატივია, გახსოვდეთ, რომ ეს პასუხი არ არის, ეს არის კითხვის ნეიტრალიზაციის მცდელობა. აა ყოველი მსგავსი მესიჯისთვის, რომელსაც ესე კოორდინირებულად დაინახავთ, დასვით კითხვები, ვინ ამბობს, ანუ წყარო ვინ არის, რა ინტერესი აქვს, რა მტკიცებულება არსებობს, სად არის ფაქტი და ვინ სარგებლობს, ვინ იგებს თუ თქვენ კონკრეტულად ამ მესიჯს დაიჭერებთ. აი ამას თუ გაითვალისწინებთ, პროპაგანდის და манипуляციის ამოცნობა აქ მაინც გაგიმარტივდებათ.